ხშირად მეკითხებიან, თუ ცენტრალური გათბობის ქვაბს თერმოსტატს დაუერთებთ, გაზის გადასახადი ნაკლები მომივა? გაითვალისწინეთ, მხოლოდ თერმოსტატის დაყენებით ეკონომიას ვერ მივიღებთ. თერმოსტატი ძალიან კარგი მოწყობილობაა, რომელიც გათბობის ქვაბს ეხმარება ჩართო გამორთვაში და ოთახში არსებულ ტემპერატურას სასურავს. თერმოსტატი არსებობს უამრავი ტიპის: კაბელით, უკაბელოთ და Wi-Fi მხარდაჭერით. ინსტალაციისას უნდა გავითვალისწინოთ, მოვარიდოთ ცხელ რადიატორს, მზის სხივებს და იატაკიდან გარკვეულ სიმაღლეზე უნდა დავამონტაჟოთ. თერმოსტატი ეკონომიას გვაძლევს მაშინ, თუ ჩვენი ბინის, სახლის სითბოს დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი და რადიატორის სიმძლავრე სწორად გვაქვს შერჩეული. ასეთ დროს ოთახში არსებული თერმოსტატი აღიქვავს სასურველ ტემპერატურას და შეინარჩუნებს. არისტონის გათბობის ქვაბში ჩაშენებული პროგრამითა და Wi-Fi მხარდაჭერით შესაძლებელია ორკვირიანი დაპროგრამებითი რეჟიმის განსაზღვრა. ასევე შესაძლებელია გაიწეროს დღის დეტალური ტემპერატურული გრაფიკიც. მაგალითად, გათბობის ქვაბი 10 საათზე ჩაერთოს, 15 საათზე გაითიშოს, რაც საბოლოოდ უფრო ეკონომიურია. სტატისტიკა მაჩვენა, ამ წესების დაცვით, გათბობის ქვაბი 24 საათში 10 საათი მუშაობს, 14 საათი ისვენებს. თერმოსტატის სარგებლობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ტემპერატურული დიაპაზონი. მაგალითად, 22 გრადუსი თუ გვაქვს სახლში სასურველი ტემპერატურა, სასურველი ტემპერატურიდან დაბალი ზღვარი უნდა იყოს 19-18 გრადუსი. არ შეიძლება ჩამოვიყვანოთ 10 გრადუსამდე, რადგან 10 გრადუსიდან ეს ტემპერატურის ანაზღაურებას უფრო დიდი ენერგია მიაქვს გათბობის ქვაბის მხრივ და ხარჯით შესაბამისად გაიზრდება. ყველა ბინაში, სახლში ინდივიდუალურია ტემპერატურის დარეგულირება. ვიცი, ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ კითხვები გაგიჩნდათ. მოგწერეთ ან დაგვიკავშირდით ამ ნომერზე. მადლობა ყურადღებისთვის.